ბორჯომის ცენტრალურ ისტორიულ პარკში საკურორტო სეზონი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ზაფხულის სეზონის გახსნასთან და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს ტრადიციულად ატრაქციონები ბავშვებისთვის უფასო იყო. შესაბამისად, ყველა ატრაქციონთან დილიდან რიგები იდგა. დღეს მოვედით პარკში, უკვე ყველა ატრაქციონი უფასოა, უკვე ბევრ ატრაქციონზე ვიჯექით და ვაპირებთ უკვე ძალიან დიდი ხანი ვიყოთ პარკში და გავერთოთ. ყველაზე მაგარი იყო მაინც გემები. და ესეც მაგარია, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ კიდე უამრავი ატრაქციონი დავჭდეთ. და შევეცდებით რომ კარგად გავატაროთ ეს დღე. ულოცავ ყველა იმ ბავშვს, ჩემ თანატოლებს, რომლებიც აქ იმყოფებიან და რომლებიც არა. იმედია რომ შემდეგ წელს ჩემთან ერთად იქნებიან. მე დღეს აქ ძალიან გავერთე. ძალიან მომეწონა გემები, რადგან ჩემ მეგობრებთან ერთად კარგად ვერთობი. დღეს ყველაფერი უფასოა და აქ უნდა ვიკატავ და უნდა ვითამაშო. პარკში მიმდინარე სეზონისთვის მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. აღდგა შადრევანი, რომელსაც წლებია აღარ უმუშავია. პარკის ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში სიახლეებსაც გეგმავს. გვექნება ძალიან მალე სცენა, ღია სცენა, სადაც შევეცდებით ყოველ საღამოს მივცეთ წარმოდგენები, კონცერტები, ანუ დავუმატოთ შოუს ელემენტები ჩვენ ლამას პარკს. პარკში ამ დროისთვის აქ არსებული 8 ატრაქციონიდან 7 მუშაობს. გასული წლების მსგავსად წელსაც ტერიტორიაზე შესვლა 50 თეთრი ეღირება. პარალელურად ამოქმედდა საბარათე სისტემა. 8 წლამდე ბავშვები არის უფასო. პლუს ამას შეშემ პირებისთვის არის უფასო შემოსვლა. გაიმართა ბარათების სისტემა, დაიტესტა. დღეს ახლა უბრალოდ თავისუფალია ყველგან და დღეს ბარათები არ მუშაობს, თორე ხვალიდან იქნება ბარათების სისტემა. შემომსვლელი შეიძენს ბარათს, დარიცხავს ზედ სასტუმრო თანხას და ამ ერთი ბარათით ნებისმიერ ატრაქციონზე ისარგებლებს. და შემოსასვლელშიც ამ ბარათს? შემოსასვლელშიც რა თქმა უნდა. ბარათების პარალელურად ნებისმიერ მსურველს თანხის სალაროში გადახდაც შეიძლება. პარკის შესასვლელში ასევე ინტერნეტით სარგებლობაც არის შესაძლებელი.